ჯანდაცვის მინისტრმა ადიგენში სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი რაიონული ოფისი ადგილობრივ პენსიონერებთან ერთად გახსნა. პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ადგილზე შეძლებენ ყველა იმ სერვისის მიღებას, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. ოფისი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი მოგვიანებით მინისტრი დანელიევის ოჯახს ეწვია, სადაც ოჯახის 3 თაობა ცხოვრობს. მათ შორის ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი მინისტრი დაინტერესდა 10 წლის ზინა მკურნალობს თუ არა ბავშვთა ნეირორეაბილიტაციის ცენტრში, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. ადიგენიდან ზურაბ ჭიაბერაშვილი ბაკურიანში ჩავიდა, სადაც ბავშვთა ზრუნვის რეფორმის ფარგლებში თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სოციალური მუშაკებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. მეორე საკითხი არ პირდებით, რომ მომავალი წლის საუბრიდან გამოიკვეთა სოციალური მუშაკი არის სახელმწიფოს სახე იმ ოჯახებთან, ბავშვებთან, მშობლებთან ურთიერთობაში, ვისაც ჩვენი სამინისტრო მომსახურებას უწევს და აქედან გამომდინარე მათ კვალიფიკაციას და მათ პროფესიონალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საიმისოთ, რომ ყველა ოჯახში, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, ეს მომსახურება შევიდეს მაღალი ხარისხით. ასეთი თანამედროვე ტიპის სერვის ცენტრები ხელს უწყობს ჩვენი მოქალაქეებისათვის მომსახურების ხარისხის ამაღლებას, ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ უფრო ეფექტურს და გამჭვირვალეს ხდის სააგენტოს მუშაობას, ამიტომ ამ მხრივ მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში და ამ მუშაობას შეუცვლელი ხასიათი ექნება. სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ძალიან დიდი საქმიანობა ჩაატარა, შეიმუშავა და შექმნა გამარტივებული და უფრო ადაპტირებული შეფასების ფორმები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. აქ მიმდინარეობს სწორედ შეკრებილები ვართ, მიმდინარეობს ამ ფორმების განხილვა და დანერგვა შემდგომ ჩვენი უფრო წარმატებული მუშაობისათვის.